დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ იმ შესაძლებლობაზე, რასაც დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას თავაზობს დაინტერესებულ ახალგაზრდებს. 2026 წლის 31 აგვისტოსიდან აკადემიაში იწყება ახალი კურსი, როგორც უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო, ასევე რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამები. ორივე მიმართულება მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის პროფესიონალი, განათლებული და ლიდერული თვისებებით სავსე ოფიცრების მომზადებას. რა პირობებია ჩარიცხვისთვის, როგორ მიმდინარეობს შერჩევის პროცესი და უფრო მეტი დეტალი შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი სტუმრებისგან. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი გოგელია და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელი და საკანდიდატო კურსის მსმენელები გიორგი კაკაბაძე და ზურაბ მაისურაძე. დილომშვიდობისა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და ამ ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამებზე ვისაუბრებთ ისე სუყეთ. რა არის საკანდიდატო კურსი, რომ მოვუყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს და რა არის ამ კურსის მთავარი მიზანი? დიახ, დილამშვიდობის, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, საკანდიდატო კურსის მიზანი არის მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომლებიც შეძლებენ საერთო საჯარისო მართვის საფუძვლებს შეისწავლიან და მომავალში გააგრძელებენ თავდაცვის ძალებში მოღვაწეობას. აღნიშნული კურსი მნიშვნელოვანი არის თავდაცვის ძალებისთვის, რადგან საკანდიდატო კურსი წვნის მომავალ ოფიცრებს, რომლებიც იქნებიან ქვედანაყოფის მეთაურები და პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქვედანაყოფის განვითარებაზე და ბრძოლის უნარიანობას. აი, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდა, ეს კანდიდატი, რომელიც კურსზე ჩაბარებას აპირებს? საკანდიდატო კურსზე მიიღებიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა ასაკი არ აღემატება 30 წელს, ასევე სამედიცინო განათლების მქონე პირები შესაბამისი ლიცენზიით 35 წლის ჩათვლით. რა თქმა უნდა, მათ უნდა ქონდეს შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობა ამ კურსის გაზაგრძელება. და უფრო მეტ დეტალში რომ შევიდეთ, როგორ მიმდინარეობს თავად შერჩევის პროცესი? ესეც ძალიან საინტერესოა. შერჩევის პროცესი ხდება 4 კომპონენტის შესაბამისად, ესენია ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური შერჩევა, სამედიცინო შემოწმება და სპეციალური შემოწმება. აი, რას მოიცავს სასწავლო პროცესი და რა უნარებს იძენს დაუშვათ კანდიდატი, როდესაც მოდის? სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებებს და საველე კომპონენტებს. მნიშვნელოვანი არის დატვირთული კურსის საველე გასვლებით. აღნიშნული კურსი მიმდინარეობს მაღალი მოტივაციით და მინდა აღვნიშნო აქ აკადემიის ინფრასტრუქტურული ბაზა, სადაც არის განთავსებული სპორტული დარბაზები, საცურაო აუზი, რეკრეაციული სივრცე, თანამედროვე ბიბლიოთეკა, სიმულაციური ცენტრი და როგორც პეინტბოლის შიდა, ასევე გარე დარბაზები. აქ ყველა პირობაა შექმნილი მსმენელებისთვის, რათა მიიღონ შესაბამისი განათლება და გახდნენ მაღალკვალიფიციური ოფიცრები. ესე იგი, ჩვენთან ერთად არიან ირაკლი და ზურაბი, ამ საკანდიდატო კურსის მსმენელები და კურსდამთავრებულები. რატომ გადაწყვიტეთ სამხედრო კარიერის არჩევა? ჯერ დავიწყოთ აქედან. ძალიან საინტერესო არის ზოგადად ადამიანების გადაწყვეტილება, ხო, და რამ გადაგაწყვეტინათ? რამ გადაგაწყვეტინათ ამ სფეროში? პირველ რიგში მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს მივესალმები, მადლობა გიხდით მოწვევისათვის. ჩემი მთავარი მოტივატორი ყოველთვის იყო მამაჩევი, რომელსაც უკვე 21 წელი ეფორმაცია 2005 წლიდან. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო მისიებში, ასევე არის ომის ვეტერანი და ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევდა და ყოველთვის მინერგავდა ამ ქვეყნისა და ამ ფორმის სიყვარულს. შესაბამისად, ერთ დღესაც, როდესაც გადავწყვიტე, რომ გადამედგა ეს ნაბიჯი, ძალიან გაუხარდა, რა თქმა უნდა, და მეც ვამაყობ ჩემი გადადგმული ნაბიჯით. და ნუ მამა იყო მოტივატორი. ამ შემთხვევაში მოგესალმებით.
მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგეხსენებათ, ეს არის გამოწვევებით და პასუხისმგებლობით ახსავს გზა. ეს გზა შეგნებულად ავირჩიე. გერქვა შენი ქვეყნის ჯარისკაცი არის ყველაზე დიდი პატივი და ღირსება. და იმსახურებოდე საკუთარ სამშობლოს ხალხს. ჩავიცვი ფორმა, რომელიც არის ჩემთვის ღირსების, მარადიულობის და მტკიცესულის სიმბოლო. ეს არის ის ფუნდამენტები, ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სამშობლო, ჩვენი მომავალი და ამ მომავალს ჭირდება მორთხილება, გაფრთხილება, დაფასება და აშენება. აი საოცარი სიტყვებია საოცარი სიტყვები მოვისმინეთ. ნამდვილად და როდესაც ესეთი ახალგაზრდებისგან ისმენ ამას, კიდევ უფრო ალბათ ემოციებით გახსებს ეს. თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა გქონდეს ადამიანს, ვინც გადაწყვეტს ამ საქმით დაკავდეს? პირველ რიგში კურსს შეეხება, როგორც მიხდი ეს. ანუ ამ კურსზე თუ მოდის ადამიანი, მას უნდა გააჩნდეს წინასწარ ლიდერის თვისებები უნდა გააჩნდეს აუცილებლად, ის უნდა იყოს მოტივირებული და მე ვურჩევ, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგან უკან. თუ რაიმე აქვთ გადაწყვეტილი ცხოვრებაში, ამ კურსთან დაკავშირებით იქნება თუ სხვა, აუცილებლად მიაწვნენ ბოლომდე. აუცილებლად. თქვენ შემთხვევაში მე ვურჩევდი პირველ რიგში მოსვლას, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები, აუცილებლად უნდა გაარჩეთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, უნდა გქონდეთ ლიდერული თვისებები, ის მტკიცე ხასიათი, რაც მომავალ ოფიცერს ეხმარება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში და განვითარებასა და გაზრდაში. მადლობა. რამდენად დიდია დღეს ახალგაზრდების თავშეთ ინტერესი სამხედრო განათლების მიღების თვალსაზრისით? ბოლო წლებში ნამდვილად შეინიშნება აკადემიაში ახალგაზრდების სიმრავლე, რა თქმა უნდა. ისინი ცდილობენ თავიანთი მიმართულება დაუკავშირონ სამხედრო საქმეს, მომავალ კარიერას, რასაც შესაძლებლობას აძლევს თავდაცვის ძალები და აკადემია აძლევს შესაბამის ცოდნას, რათა მომავალი კარიერა გზა გაიკვალონ თავდაცვის ძალებში, გახდნენ ოფიცრები, ლიდერები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან როგორც საკუთარი ქვედანაყოფის განვითარებაზე, ასევე ქვეყნის წინსვლაზე და წარმატებაზე. დიახ, ასევე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც კურსზე მსმენელები მოდიან, ისინი უზრუნველყოფილი არიან პირადი ნოუთბუქებით, საცხოვრებლებით, ფორმაჩაცმულობით, კვებით, ასევე უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ მასალით, რაც კურსის განმავლობაში მსმენელებს დასჭირდება. ასევე მნიშვნელოვანი აქვს სამედიცინო დაზღვევა, რომელიც თავდაცვის ძალების თითეული სამხედრო მოსამსახურე სრული პაკეტით სარგებლობს. დიახ. და თქვენ პერსპექტივებიც ახსენეთ, აი კურსის დასრულების შემდეგ რა პერსპექტივებს თავაზობთ? რაც შეეხება კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები ხდებიან ოფიცრები, ისინი ინიშნებიან მაღალანაზღაურებად სამეთაურო თანამდებობაზე, მანამდე მათ კურსის დასრულების შემდეგ აქვთ საშუალება აირჩიონ თავიანთი პროფესიები, როგორიც არის მაგალითად დაზვერვა, კავშირგაბმულობის მიმართულება ან ქვეითი მიმართულება. აღნიშნული მიმართულების არჩევის შემდეგ მათ შეუძლიათ და გადიან აუცილებლად ძირითად კურსს, სადაც ეუფლებიან თავიანთ პროფესიებს, აღნიშნული შემდეგ გადანაწილდებიან ქვედანაყოფში მეთაურებად და რა თქმა უნდა, აქ არის მათი კარიერული როგორც კარიერული წინსვლა, ასევე წოდებრივი მიმართულებით დაწინაურება, რაც რა თქმა უნდა, ამასთან ერთად მათ ეძლევათ ანაზღაურება, ასევე ის სოციალური პირობები, რომელიც თავდაცვის ძალები სთავაზობს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე რა თქმა უნდა, სამეთაურო რგოლს. ანუ კარიერულ წინსვლას სთავაზობთ და ღირსეულ მომავალს, ვინც ამას ნამდვილად გადაწყვეტს და ნამდვილად იმსახურებს. აი გიორგისთან და ზურასთან მინდა რომ გადავიდე კიდევ ერთი კითხვით. აი ყველაზე საინტერესო ან დასამახსოვრებელი, რაც გადაგხდენიათ ამ კურსზე ყოფნის. როგორი იყო ეს სწავლის პერიოდი? ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ იყო ზამთრის სამთო-მომზადების კურსი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, როგორ უნდა გადარჩერ რთულ კლიმატურ პირობებში, როგორი უნდა იყოს მეთაური რთულ კლიმატურ პირობებში, როდესაც მას უწევს ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება.
და ვფიქრობ ჩვენი კურსისთვის და თითოეული მსმენელისთვის ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ გავიზარდეთ როგორც პიროვნულად, ისე მორალურად. თვეების განმავლობაში ჩვენ არაერთი სწავლება გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორც საველე, ისე თეორიული და პრაქტიკული. საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო, დავეთანხმები მსმენელს. ეს იყო რთულ კლიმატურ პირობებში ვისწავლეთ ერთგვარად გადარჩენა, თვითგადარჩენა ვისწავლეთ. კარგი გამოცდილება იყო. სამომავლოდ მივდივართ საჩხერის სამთო-მომზადების სკოლაში, სადაც ძალიან დიდი მოლოდინები გაგვაჩნია. ამას მოყვება აერომობილური სწავლება, წყალზე მომზადება, ქობულეთში მოგვიწევს სხვაზე წასვლა და საერთო ჯამში ეს იქნება ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ჩვენ მომავალში დაგვეხმარება როგორც ძლიერ ჩამოყალიბებულ ლიდერებს მართოთ ქვედანაყოფში. და რას უთხრობთ იმ ახალგაზრდებს, ვინც ფიქრობენ აკადემიაში ჩაბარებაზე? ჯერ პირველ რიგში მოუწოდება ამ გადაწყვეტილებას წარმატებებს უსურვებ, თავიდან შეიძლება რთულად მოეჩვენოთ, თუმცა ყველაფერი დაძლევადი არის, მით უმეტეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაღალკვალიფიციურ სერჟანტ ოფიცერთა წარმომადგენლებთან ერთად ისინი შეუქმნიან იდეალურ პირობებს ამ კურსის ბოლომდე გასავლელად, მთავარია მონდომება მათი. რა თქმა უნდა და გადაწყვეტილება იყოს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება აუცილებლად. თქვენ ხარ დაამატებდით. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათ გადაწყვეტილებას მივესალმები. არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვენ უარი საკუთარ სურვილზე, აუცილებლად უნდა გამოსცადონ საკუთარი თავის შესაძლებლობები, მოვიდნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რომელიც არის საქართველოს უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო სივრცე, რადგანაც ჩვენს მომავალში აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ერთიანი ძლიერი თავდაცვის ძალების ფორმირება და აღშენებაში უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. აუცილებლად. ბატონ ირაკლისთან მინდა ესეთი კითხვით გადავიდე. რას გულისხმობს რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი პროგრამა და ვის შეუძლია მასში მონაწილეობა? რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი პროგრამა არის 2 წლიანი. აღნიშნული პროგრამაზე მიიღებიან როგორც ბაკალავრის ხარისხის მქონე პირები, ასევე ის პირები, ვინც სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში, მინიმუმ მეორე კურსის სტუდენტი უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ საშუალება ეძლევათ სამოქალაქო საქმიანობასთან და სწავლასთან შეთავსებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ გახდეს ოფიცერი, ძალიან დიდი საშუალება არის, რომ აღნიშნული კურსი გაიაროს და გახდეს ლეიტენანტი. ამ კურსზე მიიღებიან 30 წლამდე საქართველოს მოქალაქეები, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე რეზერვში მყოფი და სამხედრო მოსამსახურეები. აღნიშნულ კურსზე სამოქალაქო პირებს აქვს სტიპენდია 320 ლარის ოდენობით, რაც ყოველთვიურად, რაც მსმენელს საშუალებას აძლევს ის მნიშვნელოვანი, რაც მას სჭირდება, შეიძინოს და სწავლის მიმართულებით იყოს შედარებით უზრუნველყოფილი. აქვე მინდა დავზინო საკანდიდატო კურსზე სამხედროებს უნარჩუნდებათ კუთვნილი ხელფასი, ხოლო სამოქალაქო პირების ანაზღაურება არის 1930 ლარი ყოველთვიურად. დიახ. კანდიდატების საბუთების მიღება ამ წლის 5 მაისიდან დაიწყო და 18 ივნისამდე გაგრძელდება. სად როგორ და რა ფორმით უნდა მოგმართონ დაინტერესებულმა პირებმა? საბუთების მიღება წარმოებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ქალაქ გორში. მისამართი არის ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. აკადემიაში არის შესაბამისი მიმღები კომისია, სადაც შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს მივიდნენ, მიიტანონ საბუთები და დარეგისტრირდნენ აღნიშნულ კურსზე. ვურჩევ თითოეულ მათგანს გაითვალისწინონ ის კრიტერიუმები, რომელიც არის მიღებისთვის დაწესებული და მოვიდნენ მომზადებული შესაბამისი საბუთებით, იყვნენ მზად როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, მორალურად და მზად იყვნენ აღნიშნულ კურსზე ჩარისხვისთვის გააკეთონ მაქსიმუმ. დიახ, და საინტერესოა თუ ელოდებით ისეთ დიდ ნაკადს და ისე ყოველ წელს როგორია სტატისტიკა? დიახ, შეჯამების სახით რომ რა თქმა უნდა, ნაკადს ველოდებით საკმაოდ დიდს, აქ არის რა თქმა უნდა კონკურსი, იმ შემთხვევაში თუ
დიდი რაოდენობით იქნება პირადი შემადგენლობა, აუცილებლად კონკურსის სახით იქნება შერჩევა. ასე რომ ყველამ უნდა გააკეთოს თავისი მაქსიმუმი, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი, რათა მოხდეს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. და აი საიტიც არის წარმოდგენილი eta.edu.g. მოდით უფრო მეტი დეტალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს. კიდევ ერთ საბოლოო კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ, როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს აი ამ თავდაცვის ძალებში? საკუთარ მომავალს ხედავ აუცილებლად მეთაურად მომავალში თავდაცვის ძალებში ვიქნები დიდი ალბათობით. და როგორც უკვე აღნიშნე, უკან დახევას არ ვაპირებ, ეს ჩემი არჩევანია და ბოლომდე უნდა მივიყვანო. ძალიან ღირსეული ამ დროს. შემიძლია გითხრათ. თქვენ შემთხვევაშიც ჩემ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ეროვნული თავდაცვის აკადემია მაძლევს იმის საშუალებას, რომ გავხდე ოფიცერი, თავდაცვის ძალების ოფიცერი, ვემსახურები პირნათლად ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს და ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ასევე შევასრულებ ღვთისა და ერის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა. გესურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს და აი ამ ეროვნულ ნოტზე. შვიდობას, რა თქმა უნდა. მადლობა. რაც თქვენზეა მეტწილად ჩვენი უსაფრთხოებაც და მომავალიც ქვეყნის დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა. საუბრობდით კურსზე, რომელიც 2026 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. კი ბატონო.